მოგესალმებით მეგობრებო, დღეს უნდა გადავიღო ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი იბერია ლარნე. გასვლაზე იბერიამ 0-0 ითამაშა და ხვდებით ხო დღეს რა მაგარი თამაში გველოდება, რა თქმა უნდა დეტალურად განახებთ ყველაფერს. ხომ იქნება მეგობრებო, ვისაც არ გაქვთ არხი გამოწერო, გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ეს ვიდეო და დაწეროთ კომენტარები. ესე დაეხმარეთ არხს რომ განვითარდეს. დავიწყეთ, ფეხბურთის დროა. მეგობრებო, როგორც ვიცი ახლა გულშემატკივრები უნდა დახტონ ფეხბურთელებს და მოდით ამ კადრებსაც გადავიღებთ თქვენთვის და განახებთ დეტალურად ყველაფერს. საერთოდ არაფერი ჩა, საერთოდ. არა მაგარია. აი ეს მუხტია საჭირო ზუსტად. ეს მუხტია საჭირო ეს. გასვლითი თამაში ვერ ვითამაშეთ ისე კარგად. დღეს როგორ თამაშს ითამაშებს იბერია, ანუ პირველ ნომრად იქნება თუ პირიქით შეიძლება კონჩეტევაზე აწოს. არ მაინტერესებს როგორ ფეხბურთს ითამაშებს. მე ვიცი შედეგი და მინდა შედეგი. როგორიც უნდა წამოწელება ითამაშო. კი. იცეკონ, იმღერონ, რაც უნდა ისთან, არა მოგება გვინდა. იბერიას გაუმარჯოს! The team's lineups are as follows. Flora, FC Flora. მიდით ბიჭებო, საქმე ბოლომდეა მისაყვანი, მიდით. და იმე მიდი შეუსრულე გენაც ეგა და ვაიმე კაი რა ეგეთი მომენტი და გაიტანო რა აუ რა კაი მომენტი იყო მიდი შეუსრულე. არა, ასრულებ, არ გამოვიდა უბრალოდ, კაი იყო. მიდი კუცი. ეგა არა გააქტიურდა იბერიას მომენტები უკვე წამოვიდა 200%-იანი ქონდა 2 არა 100%-იანი მომენტი ქონდა იბერიას მეგობრებო პირველ ტაიმი მორჩან 0-0 ძალიან ძიმე თამაშია ეთყობა რომ რა მნიშვნელობის მატჩიც არის რა იმიტომ რომ ერჩესტომასაც ძალიან დიდი ფასი აქვს და ეთყობა რა თამაშს ეს დაძაბულობა ძალიან ეთყობა
იბერია ფლობს ბურთს, მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ 100%-იანი მომენტი ჰქონდა და დარწმუნებული ვარ, ეხლა მეორე ტაიმში სულ სხვა ფეხბურთი იქნება, ხოლმე იქნება რომ გამოიწერთ არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო. გამაგრად ასწორს ამდენი გუშებად კი ვარი რომ არის მოსული. ო, რაღაც აქვს მომზადებული. ოპა, ხო გიწყარი და ბიჭო! აი რა! ой! კარგი რა, ეგეთი მომენტები უნდა გაიტანო რა. გასატანია რა ეგეთი მომენტები. ჯიჯო, ტენა! კაია, მომენტები იქნება, გოლი გვინდა ეხლა, გოლი და всё, მორჩა თამაში, ეგრევე. შეუზულო რა მეტი და ეგრევე გოლი გაგვიტანეს, აი ვერც გავიხარეთ, ეგრევე გოლი გაგვიტანეს. ეგ არაუშავს, რა შეგვიძლია და გაუტანს კიდევ. მიდით! ვაი, ბიჭო! 90 წუთი მორჩა 1-1. მაგარია, აბარა ბიჭო, აბარა! ეგა! გენაცვალეთ რა, ეს ემოცია გვინდა სულ, ეს ემოცია გვინდა რა. დამთავრე! ორი წელი ველოდებოდით ამას, 22 წელი! Genazვალე! რთულია ეხა ისეთი ემოციების ქვეშ ვარ. ამდენი ქართველის წინაშე და ისეთი გახარებული ხალხის წინაშე რთულია საუბარი, მაგრამ რა ვიცი, აი რაც შეგვეძლო მართლა ბოლომდე ყველაფერი მივეცით.
ამ თამაშს რომ დაგვენახდებინა ჯგუფში ადგილი. უკვე გადავერთებით ევროპა ლიგის მატჩებზე, მაგრამ ეს სიხარული რა ვიცი ძალიან მაგარია და ულოცავთ ეს საქართველოს პირველ რიგში ემოციები, მადლობა პირველ რიგში გულშემატკივარს, რამდენი გულშემატკივარი მოვიდა, ეგ ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმული იყო პირველ რიგში, მეორე რიგში როგორც ჩვენი მე-12 მოთამაშე ეგრე იყო. რთულია რამის ხმა, ისტორია დავწერეთ გუნდმა, როგორც იტყვიან, ვთქვით და გავაკეთეთ. იქ კაი კონფერენს ლიგის ჯგუფი გასაგებია, მაგრამ თამაში დაგჭა ევროპა ლიგის, მაქსიმალურად ვეცდებით რომ ევროპა ლიგის ჯგუფში გავიდეთ, ჯგუფში უბრალოდ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ რა. მადლობა კიდევ ერთხელ გულშემატკივარს. რა ვიცი, ძალიან დიდი მხარდაჭერა. ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგზენით და მადლობა თითოეულ მათგანს. უღრმესი მადლობა გულშემატკივარს. იმიტომ რომ აი ესეთი ატმოსფერო ერთ-ერთი რო გახდა, დედასწრისაო რა მკვდარი ვიყავიყო, მაგრამ გულშემატკივრება ისეთი მუხტი მოხდეს რომ აი სასწაულდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო აი ამ გულშემატკივარს, ნამდვილ გულშემატკივარს. და მინდა რომ გავამახვილო ყურადღება ისეთ გულშემატკივრებზე, რომლებიც ჩვენზე ცუდ კომენტარებს წერდნენ, გვანძღავდნენ, არ ჯეროდათ ჩვენი სულ ნეგატივით იყვნენ განწყობილები. აი მაგაც გასაგონად მინდა თქვა ეხა რომ ისტორია დაიწერა და იმედია თამაშებზე მოვლენ და შეიცვლიან ას და ამ ხალხს რომელიც აკეთო ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო. მაგათი მოგებული თამაში არის მე-12 მოთამაშეები იყვნენ და ძალიან დიდი მადლობა ყველას რა. პირველ რიგში მინდა უთხრა მადლობა ყველას, ვინც დღეს მოვიდა, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ესეთი გვერდში დგომით და ესე ერთად ყოფნით აუცილებლად გამოდის ყოველთვის საქმე. ულოცავ სრულიად ყველას მთლიანად საქართველოს ამ დიდ გამარჯვებას და ასე ვთქვათ ისტორიის დაწერას. გაცილილი ვარ საერთოდ. მართლა გეუბნები. უბრალოდ უკან აღარ ქონდა ჩვენ რა. ყველაფერი ჩავკეტეთ. ყველაფერი ჩავკეტეთ აბსოლუტურად რა. და ჩვენმა შრომამ, ჩვენმა წვალებამ ააფასა ეს ყველაფერი ერთად და გავედით რა. კონფერენს ლიგის ჯგუფ, მაგრამ ამით არ ყოფილდებით. წინ კიდე სათამაშო და აი ეს რასაც ხედავთ, ეს კიდე ახლა გავიდა ხარ. მინდა რომ ყველა თითოეულს მადლობა გადავუხადო ჩვენ გულშემატკივრებს. წინ კიდე დიდი შედეგები გვინდა. გავაკეთოთ. პირველ რიგში რა თქმა უნდა გულშემატკივარს, ყველა ქართველს, ვინც აი ამ დღეს ნატრობდა, მართლა რაღაც ნავსი გავტეხეთ, მადლობა ღმერთს, გვერდში დგომა ვიგზენით ყველა გუნდისგან რა, ყველას. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო და იმედია ამას გავაგზავნებ და ეს იქნება ჩვენი პირველი ნაბიჯები ევრო ტურნირებზე და შემდეგ უკვე წინ და წინ პროგრესი და სისტემატიურად აი როგორც ვახსენე, ისე უნდა ვითამაშოთ. ყველა ძალიან დიდი მადლობა მითხრა ყველა გულშემატკივარს, ყველა ნამდვილ გულშემატკივარს მართლა ბოლო წუთამდე გვამხნევდნენ და ბოლო წუთამდე ვისაც ეჯერა აი ძალიან რთული თამაში იყო და შევეცდებით რომ ის ხარისხი და ის რაღაც კომპლექსი მოვიხსნათ და ისე ვითამაშოთ. ლაღი ფეხბურთი შევთავაზოთ ჩვენს მაყურებელს და იმედი ამას შევძლებთ და მართლა მინდა ყველა ადამიანს ვინც აი ამაში, აი ამ შრომაში, აი ამ წარმატებაში ერთი აგურით დადო, ყველას მადლობა გადავუხადო და იმედი აქვს ისწავლებით შევძლებთ რომ წარმატებას მივაღწიოთ და რეიტინგში ის ადგილი შევინარჩუნოთ და ის ადგილი გქონდეს ყველა ქართული კლუბი ამას შევძლებთ რომ რაც მართლა გულწრფელად უძახი გვეკუთვნის რა, იმიტომ რომ რეალურად ის არ არის. მე ესე ვფიქრობ და ყველას ვისაც ფეხბურთი უყვარს, გაიგება ჩვენ მართლა გვიყვარს ქართველებს ფეხბურთი ძალიან და იმედია იმ ადგილს რაც გვეკუთვნის დავიმსახურებთ და მოვიპოვებთ. ნელ-ნელა ნაბიჯ ერთად გომით და ერთად შრომით. მადლობა. მოკლედ ვიტყვი, რომ ეს იყო ყველას დამსახურება, ვინც დღეს თამაშზე მოვიდა რა, იმიტომ რომ გულშემატკივრის გარეშე ამ თამაშს ვერ მოვიგებდით. ლარნე ვეძახოთ ესე, ვითომ არაფერი გუნდი, მაგრამ კი ნახეთ დამატებით დრომდე მივიდა საქმე და დამატებით დროში გულშემატკივარმა ფრთები შესწინა ჩვენს ფეხბურთელებს და ყველა ძალა რაც კი გააშთათ, რაც არ გააშთათ, ჩადეს, ითამაშეს, სული და გული ჩადეს და მოვიგეთ და გავედით. ისტორია დაიწერა, მინიმუმ კონფერენსზე გასულები ვართ, მაგრამ წინ ან იაგელონია, ან რეინჯერსია და ვნახოთ, ყველაფერი ხდება ბურთი მრგვალია. მეგობრებო, მორჩი გადაღებას სასწაული დღე გამოვიდა. ამ დღეს ველოდებოდით 22 წელი. დიდი მადლობა იბერიას ფეხბურთელებს, რომ ეს ემოციები გვაჩუქეს. აუ რა ვიცი, რა გითხრათ რა, მართლა არ ვიცი რა გითხრათ, ისეთ ემოციებში ვარ და მოდი არც არაფერსაც არ ვიტყვით, ხო უნდა იქნება. ვისაც არ გაქვთ არხი გამოწერო, გამოიწეროთ არხი და თქვენ დაწერეთ კომენტარებში ყველაფერი. დროებით